იდევნება ეკლესია? კი, იდევნება. ეს დევნა კიდევ უფრო მეტად გაცხოველდება და გააფთრებულად დაუწყებენ მართლმადიდებელ ეკლესიას დევნას? კი, დაუწყებენ. რის საფუძველზე ვამბობ? აპოკალიფსის საფუძველზე, მათ შორის თუნდაც მერვე თავის გააზრებით. რა თქმა უნდა, პირველი, მეორე, მესამე თავის აუცილებელია, როდესაც ეკლესიის დევნაზეა საუბარი. და მერვე თავი გვირგვინია ეკლესიის დევნის. რომ წავიკითხავთ, ვისი განმარტებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ? პირველ რიგში წმინდა ანდრია კესარიელის განმარტებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. როდის ითარგმნა ქართულ ენაზე წმინდა ანდრია კესარიელის მუხლობრივი განმარტება აპოკალიფსის ქართულ ენაზე რომელ საუკუნეში ითარგმნა? მე-10 საუკუნეში ითარგმნა. ეხლა რომელი საუკუნეა? 21 საუკუნეა. ჩვენამდე მოაღწია ყველა ოჯახში ამ წიგნებმა? ვერ მოაღწიას, თუმცა გამოცა არაერთხელ საპატრიარქო. და მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი უმძიმესი მუხლების განმარტებებს ახდენს ხო წმინდა მამები, რას ამბობს ბოლოს პატრიარქიან განმარტებებში ნახეთ? ჯერა საქართველოს გაუძლებს ყოველგვარ გაჭირვებას, ყოველგვარი მტრის, ყოველგვარ ზეწოლას რა არ გვაქვს შემოტევები და ზეწოლები? გაუძლებთ ჯერა ამისო. საქართველოს გაუძლებს თვით ანტიქრისტეს შემოტევას. და ამისაც ჯეროდა ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს. რადგან ჩვენი გული, გონება და სული ღვთისრწმენით იქნება ახსილი და იგი იქნება განსაზღვრელი ჩვენი ყოფისა, აზროვნებისა და მოქმედებისა და წერტილი. ციტატის დასასრული. შესაბამისად, როდესაც არის საუბარი გონებაზე, ამ შემთხვევაში მხოლოდ აი ეს ერთი სიტყვა რო ავიღოთ, ხო, აი ამ პატრიარქის შეგონებიდან ჩვენ მივხვდებით, რომ აუცილებელი არის კეთილგონიერებით შეიარაღება იმისათვის, რომ ჩვენი ხელით, ისევ ჩვენი ხელით არ დაანგრიონ და არ გადაწყვან ეკლესიები. იმიტომ რომ როდესაც პირველად გაჟღერდა, რომ საქართველოს მიისწრაფის ევროკავშირისკენ შევარდნაძის დროს, ხო? მე მეგონა რომ ესე იგი გაათმაგებულად და გაასმაგებულად შევიდოდა ესე ქრისტიანული დოქტრინა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ არა. პირიქით შეიზღუდა და ესე იგი დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიასთან. მანამდე ესე იგი შევარდნაძე ეს თეთრი მელა წაიყვანა არასწორი მიმართულებით. საქართველოს, იმიტომ რომ ის ათეისტი კაცი იყო და კომუნიზმი მიაჩნდა 64 დედამიწაზე. ჰილიაზმი არის ეს იაოველების და იუდეველების არასწორი დოქტრინა. არასწორად გაიგეს დანიელ წინასწარმეტყველის სწავლებანი. ეს შესაბამისად ერთი 64-დან, ესე კომუნიზმიდან, ერთი 64-დან გადანერგვა მოახდინა ჩვენი სულისკვეთების ევროკავშირში. შესაბამისად, იმიტომაც არ იყურებოდა ღმერთისკენ. მანამდე გამსახურდიას ებრძოდა ეკლესიას, თავისი შტაინერის და ბლავატსკაიას ოკულტური დოქტრინებით. და რა მუხანათური ბრძოლა არ გამოუცხადა ეკლესიას და თავი გამოიყვანა ესე იგი დიდ ესე იგი მართლმადიდებელ ქრისტიანად და სინამდვილეში ფარული ოკულტისტი იყო და დღეს, როდესაც გამსახურდიას დადებით და უარყოფით მხარეებზე ვსაუბრობთ, ჩემთვის კერპი არა გამსახურდია. დადებითაც ხედა, უარყოფითაც ხედა. მე ხო მარტო არ უარყოფითზე არ ვსაუბრობ, დადებითაც ხედა, უყვარდა, დიდი მამულიშვილი იყო, საქართველოს უყვარდა, მაგრამ მის შესწავლებზე რო ვსაუბრობ, ინტელიგენტი, თავდახრილი და კუდაბზეკილი ქალბატონები უცებ იქცევიან მხეცება და ლამის დაგლიჯონ. და შესაბამისად დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებით ვრინდება ოკულტური მხარე, ფარული ოკულტური მხარე, შტაინერი, ბლავატსკაია გამსახურდიაში, რაც ამხილა პატრიარქმა. და იმიტომაც მოიძულა და იმიტომაც ებრძოდა. იგივე შევარდნაძემ დღეს ევროკავშირი რას აკეთებს? გამოიღო სკოლებიდან მართლმადიდებლური სწავლება და დღეს ხატის თაყვანისცემა. რომ კემთაყვანისმცემლობა არა, 100-ში იცის ერთმა ან ორმა ბიბლიის მუხლებით. და არა 98-მა. ეს პარადოქსია. რატო არ იცის 98-მა, რომ ხატის თაყვანისცემა, კემთაყვანისმცემლობა არა ბიბლიის მუხლებით? ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები იმისათვის, რომ საბოლოო დევნისთვის ამზადებენ გარემოს ფუნდამენტს, ნიადაგს ამზადებენ, რომ ჩვენი ხელით გადაიწვას ისევ ეკლესიები. და მთავარი შეტევა იქნება არა უბრალოდ შენობებს სულ ოქრო ვერცხლში ჩასვამენ. მთავარი შეტევა იქნება ღვთის სიტყვაზე და ბიბლიაზე გამოაცხადებენ მისტიურ ზღაპრად. ბიბლიის მორწმუნეებს, მართლმადიდებლებს გამოაცხადებენ გაუნათლებელ, ბნელ, ჩამორჩენილ ორგანიზაციის წევრებად. რითი გადაფარავენ ამ ყველაფერს? ამას გადაფარავენ უცხოპლანეტელებით, კოსმოსის ათვისების პერსპექტივით და ხიბლით და მარსზე გაფრენით და ეხლა ხანს ამერიკული ხომალდი არტემიდა გაფრინდა მთვარეზე წრე უნდა შემოვარტყაო და არტემიდა არის ნადირობის და მთვარის მფარველი ქალღმერთი. შესაბამისად აქ მარტო სათაურშიც კი ჩანს, რომ ეს უკვე კერთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილება არის, მაგრამ თუ გადავშლით 152 ფსალმონის მე-4 მუხლს, იქ პირდაპირ წერია, ნახეთ რა წერია ფსალმონში.
ადიდეთ იგი ცანო ცათანო და წყლებო რომელნიც ცათა მაღლა ხართ ანუ ცათა მაღლა წყლებო ადიდეთო ესე იგი წყალიაო და ესენი კოსმოსის უსასრულობაზე საუბრობენ და ეს 152 ფსალმუნის მეოთხე მუხლი შინაარსობრივ ბმაში არის მე-19 ფსალმუნის პირველ მუხლთან ეზეკიელის პირველი თავის 22 მუხლთან იობის 37 თავის მე-18 მუხლთან დაბადების წიგნთან და ასე შემდეგ და შესაბამისად ამ ცრუს ასწავლებით მიგვიყვანებენ ცრუ მეცნიერების ანუ ქურუმების და რომის პაპის ხელშეწყობით მიგვიყვანებენ იმ დასაბუთებულ დასკვნამდე რომ ბიბლია არის ზღაპარი და ყველაზე დიდი დარტყმა რომ ესე იგი დაიწყოს ფუნდამენტი ფესვი უკვე ჩვენში ჩანერგილია და ნაყოფიც აქვს გამოღებული ვერც ერთ პრაგმატ რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოს და ხელისუფალს ვერ უხსენებ რომ ცათა ზემოთ წყალია და რომ დედამიწა ბრტყელია ეს რო უთხრა უკვე გამოგაცხადებენ ფანატიკოსად უციგნურად და ბნელად და გვეუბნებიან რომ დედამიწაო ვინც თქვაო მგვარიაო ქრისტიანებმა დაწვაო ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია იმდენი სისულელეები უთქვამს კაცობრიობას მთელი მისი არსებობის განმავლობაში ყველა მოციქულმა თავი გაწირა სიმართლის ახსნაში არც ერთს არ ქონდა გარანტია დებატებში მათთან რომ შედიოდა რომ ცოცხალს გამოუშვებდნენ ყველა დახოცენ იოანეს გარდა ყველა მოციქული დახოცეს არც ერთ მოციქულს მახვილი ხელში არ აუგია და ცეცხლი და მახვილი არ გაუცელებია ჭეშმარიტება ხო ეხვეწებოდა ქვემოდან ზემოთ ელაპარაკებოდა საკუთარ თავს ანულებდნენ თავზე ნაცარს იყრიდნენ და ასე ეხვეწებოდნენ და ასე უხსნიდნენ ჭეშმარიტებას და სიმართლეს შესაბამისად ეს ფუნდამენტი ანუ აპოკალიფსის მერვე თავში თავარი ეკლესიის დევნაში ჩვენ გულებში უკვე ის შხამი ჩათესილია და ნაყოფს იღებს და ის არის ამოსაღები და გასასუფთავი გული წმინდაი დახმარე ჩემთან ღმერთულას სული წფელი განმიახლე გვამსა ჩემსაო შესაბამისად და აი ეს ვიდეო რატო ჩავწერე იმიტომ რომ პატრიარქმა თქვა რომ მე მჯერაო ჩვენ ნახეთ ხო როგორი სიყვარულით გავაცილეთ პატრიარქი 1.5 მილიონი გამოვიდაო ხო 1.5 მილიონი რუდგენ ეს კაცლებით მეტი იყო გამოსული შესაბამისად მთელი ტკივილი რა ტკივილი წაიღო და პატრიარქმა რაზე ტიროდა რომ ესე იგი იმ 1.5 მილიონში ვინც პირობითად იყო ხო თქვა 1.5 მილიონი ვინც დაიტირა და გააცილა პატრიარქი 1.5 მილიონიდან 1500 მაკაცმა იცის ის მუხლი რომ ბიბლიის ის მუხლი რომ ხატი არ არის კერპი დანარჩენმა არ იცის და რამდენმა იცის იმ 1.5 მილიონში რომ დედამიწა ბრტყელია რომ და ცათას ზემოთ არის წყალი და არანაირი კოსმოსი არ არსებობს არის ცათა იერარქია ხო რომელიც თავისებურად განმარტებულია რაც ჩვენთვის შეუძლებელია რომ გაიაზრო ეს წმინდა მამებით არის გადმოცემული მაგრამ არ მივდივართ ამ გზით შესაბამისად დღეს ვინც ეკლესიის დევნისგან შეძრწუნებულია ხვალ ზუსტად ის დაუწყებს დევნას იმიტომ რომ არ არის შეიარაღებული ჭეშმარიტი სიტყვის სწავლებით და მართლმადიდებლობით და წერტილი აი ეს რისკია რომ ჩვენ ვარჯიში გავიარეთ შესავალი გავიარეთ ეკლესიის დევნის მაგრამ უდიდესი დევნისთვის აპოკალიფსური დევნისთვის არა ვართ შეიარაღებული და მომზადებულები და შესაბამისად ამას სჭირდება ყველას ერთად და ცალ-ცალკე შრომა და ერთმანეთში გაზიარება და წერტილი მადლობა ყურადღებისათვის